ისრაელის არმიამ ღაზაში შესვლა დაიწყო. თავდაცვის ძალებმა რამდენიმე საათის წინ სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის დაწყება გამოაცხადეს. უწყების პრეს-სპიკერის ცნობით, ისრაელის არმია უკვე აკონტროლებს ღაზას გარეუბნებს. მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ღაზას სექტორის დაკავების გეგმას დაამტკიცებს. New York Times-ი აქვეყნებს გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან ინტერვიუს, სადაც ნათქვამია, რომ დავით რაზმაძე რუსებს მშვიდობის მყოფელებად მოიხსენიებს და მათი გორში შემოსვლისთვის ღმერთს მადლობას უხდის. რაზმაძემ გამოცემას 2008 წლის ომთან დაკავშირებით მისცა ინტერვიუ. მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინც ის კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ, ამბობს რაზმაძე სტატიის თანახმად. ოცნების წარმომადგენელმა დღეს ამ ყველაფერს New York Times-ის ჟურნალისტის ცილის წამება უწოდა. მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 34 წლის კაცს ცემეს, მანქანის საბარგულში ჩაკეტეს და მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, თუმცა მან გაქცევა შეძლო. დაკავებულია 3 პირი, პოლიციის განცხადებით მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მუკაჩევოში დაბომბეს ბიზნეს ცენტრი, დაშავდა 12 ადამიანი. ლვოვის დაბომბვას კი მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. რამდენჯერმე დაიბომბა ზაპოროჟიე. დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.